ამერიკის შეერთებული შტატების 50-ვე შტატში შაბათს 5 აპრილს 150-ზე მეტი ჯგუფის მიერ ორგანიზებული 1200-ზე მეტი დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით ადამიანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. დემონსტრანტები უკმაყოფილო არიან იმ პოლიტიკით, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირების, ადამიანის უფლებების, სოციალური პროგრამებისა და ეკონომიკის მიმართულებით ატარებს. ხელების შორს ამ ლოზუნგით დემონსტრაციები სამოქალაქო უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, ვეტერანებმა და სხვა აქტივისტებმა დააორგანიზეს. საპროტესტო ადგილები მოიცავდა როგორც სამთავრობო შენობებს, ისე სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებს. დემონსტრანტების თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათი ცხოვრების გართულებას ცდილობს. ესაა მომენტი, რომელიც უფრო მეც მოითხოვს ვიდრე უბრალოდ აღშფოთებას. ეს მოითხოვს ქმედებას, რადგან თავდასხმები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ, არაა უბრალოდ პოლიტიკური. ეს პირადულია. ისინი ცდილობენ ჩვენი წიგნების საკრძალვას, ამცირებენ HIV ინფექციის პრევენციული პროგრამების დაფინანსებას, ეწევიან ჩვენი ექიმების, მასწავლებლებისა და ჩვენი ოჯახების კრიმინალიზაციას. ეს დონალდ ტრამპის ამერიკაა და მე ეს არ მინდა. ჩვენ არ გვინდა ასეთი ამერიკა. გვსურს ამერიკა, რომელიც დავიმსახურეთ და სადაც ღირსება, უსაფრთხოება და თავისუფლება გვეკუთვნის არა ზოგიერთს, არამედ ყველას. საპროტესტო აქციების შესახებ კითხვაზე თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი ტრამპის პოზიცია სოციალურ პროგრამებზე ნათელია და ის ამ პროგრამებს ყოველთვის დაიცავს. განცხადებაშივე თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტია სოციალური უსაფრთხოების, მედიქეარისა და მედიქეიდის პროგრამებით სარგებლობის უფლებას უკანონო მიგრანტებსაც აძლევდა, რაც პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს აკოტრებდა. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტისა და ასევე ილონ მასკის წინააღმდეგ დემონსტრაციები არაერთხელ გაიმართა. დემოკრატმა კონგრესმენმა ელ გრინმა განაცხადა, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინადადებას წამოაყენებს.